საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ამდენი გეოპოლიტიკის და ამდენი ომების და ამდენი კონფლიქტების თემა მინდა ამ საღამოს ლაივში არ განვიხილო და მინდა შევეხო ქართული სოციუმის საკითხებს და მე ვარ ამაყი. არაბუნებრივად ამაყი ვარ, იმიტომ რომ დღეს დავწმუნდი, რომ ნამდვილად ევროპაა საქართველო. და ჩვენ ნამდვილად შიგ ევროპაში ვართ. ამას ვერც ერთი რუსული მთავრობა და ვერაფერი ვერ მოერევა. ჩვენ ვართ ნაღდი ევროპელები რა. ზეზვა და მზია საქართველოდან იყო და პირველი ევროპელები ჩვენ ვართო რა თქვა. ნაღდად ქართველები ყოფილვართ პირველი ევროპელები და აგიხსნით რატო ვფიქრობ ახლა ამ ყველაფერს რა. დღეს მოკლედ როგორც იქნა ჩატარდა ძაღლმადიდებლების შეკრებილა უზარმაზარი ხალხი შეკრებილა ძაღლმადიდებლების და ძაღლების უფლებების დაცვა მოუთხოვიათ. ეს სუფთა ევროპულია. სუფთა ევროპული არის შემოკარგებო, იმიტომ რომ როგორც ევროპაში და ამერიკაში არის ძაღლის უფლებები დაცული, ასე უნდა იყოს საქართველოში დაცული ძაღლის უფლებები და მაშინ შევალთ ნატოში და ევროკავშირში. მაშინ დავაკმაყოფილებთ ჩვენ ევროკავშირის სტანდარტებს და მე როდესაც ვხედავ ასე შორიდან, შიგ ევროპიდან რომ ვხედავ მოსახლეობას ასე აღტკინებულს ქუჩაში გამოსულს, ნამდვილად ხვდები იმას, რომ საქართველო ევროპა. რაცა იმედი მომეცა. ვინ გინდოდათ ამ აქციაზე რო არ გენახათ? ვინ გინდოდათ? მთელი ფუჩუკუტუ ორგანიზაციები ყველა იქ ყოფილა. ბიჭო, შმაგიაც იქანე ყოფილა, შმაგია, ეს ხო იცით, შმაგია რო არის ერთი ქუთაისელი. პირწავარნილი ეროვნული რო არის, შმაგიაც იქ ყოფილა და ჩემი გულიც ისევე ფეთქავს, როგორც შენიო და ძაღლის სურათი ქონია დადებული. არა ძმაო, საქართველოს გადაშენება არ უწერია რა. არ უწერია საქართველოს გადაშენება, სანამ ასეთი პროგრესული ახალგაზრდობა ყავს და ნამდვილად ასე ევროპულად მოაზროვნეთაობა მოდის, იმიტომ რომ დაიცავი, დაუცველი და საერთოდ ევროპის სტანდარტებს მიყევი და როთმა სხვა კი არაფერი დაგვიბარა და სხვა კი არაფერი დაგვიტოვა. ეს დაგვიტოვა რა, ეს კვალი დაგვიტოვა და დაგვიბარა თბილისში, როდესაც იყო ყველა აქციაზე ყველას თითო ძაღლი უნდა გყავდეთო და თითო გეი მეგობარი უნდა გყავდეთ გვერდში. ევროპაში თქვენ მართლმადიდებლობით რაფერს შეხვდით ხალხო და დღეს შედგა რა ეს დიდი ზარზე იმით შედგა ეს ყველაფერი იმაში და მოითხოვეს ცხოველთა უფლებების დაცვა. მე მინდა გითხრათ ისე, რომ ეს ცხოველის უფლებათა დამცველები უფრო მეტი ყოფილან ქვეყანაში, ვიდრე ქართულ მიწაზე გულშემატკივარი ადამიანები, ამიტომ ჩვენ იმ ხალხს, ვისაც ქართულ მიწაზე და არაბიზაციაზე გული შეგვტკივა, ბევრი არა გვაქვს სალაპარაკო, იმიტომ რომ ძაღლმადიდებლებმა გვაჯობენ და მეტი ხალხი ყავთ შეკრებილი ამათ. მე ამას სერიოზულად ვამბობ, იმიტომ რომ ხომ ხედავთ რა მდგომარეობა არის საზოგადოებაში, რომ საზოგადოებას ძაღლის უფლებები უფრო ადარდებს და წუხს ვიდრე ის. რა ვქნა ეხა დრო რო გადის, დრო არ გადის ეგრე ვახო სასაფლაოზე. დაბადების და გარდაცვალების ის რო არის დაწერილი, შენ შემოგევლე, იქ არ გადის დრო და ტირე როა შუაში დასმული, როგორ იცხოვრა ადამიანმა. რა გითხრა ახლა დროს ვინ შეაჩერებს, მე რო შევაჩერებ. თუ რა გინდა ეხა მაგით რომ მითხრა დრო რო გადის, რამე შემიძლია უკეთესობისკენ შევცვალო და ლაბარაგი მირჩევნია. ამიტომ
აი ამ ამბავთან დაკავშირებით სერიოზული ეს რაც იყო ეს სარკაზმი და ირონია იქეთ იყოს ყველაფრის, მაგრამ მე მინდა ერთ რაღაცაზე გელაპარაკოთ. არ ვიცი, ნახეთ თუ არა თქვენ, მე წუხელი მეგობარმა ჩამიგდო და ვნახე საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკეთებული ფილმი ეგრეთ წოდებულ ნეოფაშისტურ დაჯგუფებასთან დაკავშირებით, რომელთა ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ეს საწოდავი ავალიანის ბიჭი, რომელიც მასწავლებელი იყო და რომელიც მოკლეს. თუ არ გინახავთ, ნახეთ. აუცილებლად ნახეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე დაგაფიქრებთ რა. მე ვნახე ეს ფილმი და სხვათა შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება აქვს აღებული ისე რომ ჟურნალისტური გამოძიება აწარმოოს და ახორციელოს, მაგრამ ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აკეთებს. დიდი ხანია, მხოლოდ და მხოლოდ თუ დაჭირდებათ რაღაც თავისი ამბებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში აკეთებ. მე იქ რაც ვნახე, უში წუხელის ღამე ამ ნეოფაშისტური ეგრეთ წოდებული მათ არაფერი ფაშიზმთან, ნაციზმთან და ეგეთ რაღაცებთან არაფერი კავშირი არ აქვს რეალურად აი კლასიკური ნაციონალ სოციალიზმთან, მაგრამ ნაციონალ სოციალიზმი რომ გააშავონ ამისთვის ყველა მარგინალ ადამიანს ამ ყველაფერს შემოგევლე მე მოიფიქრეთ, შენ შემოგევლე რა ვქნა ეხლა არის ხალხი და ეგ რა აკა ქართველთა გაერთიანება და როგორ ვისაც ჩვენი ესმის იკრიბება იქ და მის გარდა რა შემიძლია და რას ვერ ვახერხებ და ჩვენზე უკეთესად გააკეთოს ვისაც შეუძლია საქმე და ენაცვალოს ჩემი თავი ორივე მხრიდან შემოგევლე რა. ხო ეხლა ისე მეუბნები ვითომ აქ რო ვიყავი ლაპარაკის მეც არაფერს ვაკეთებდი და აქ რაც ამაქვს დარჩენილი და რაცაა ჩემს შესაძლებლობებში იმას ვაკეთებ და გააკეთეთ ჩემზე მეტი თქვენ ყველა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ კაცო და ჩემზე უკეთესად გააკეთეთ დაგიშალათ ვინმე. გინდათ რეალურ ქმედებაზე გადასვლა არის ქართველთა გაერთიანება და გაერთიანდით ეს ხალხი და მიწის პრობლემაზე ამოვიღოთ ხმა, მიგრაციაზე ამოვიღოთ ხმა და არ მოდის ძმაო ეს ხალხი რა ვქნა ეხა მე თუ ვლაპარაკობ ხალხს ყურების მეტი არაფერი არ აინტერესებს ახლა ძირითად მასას და მე რა ვქნა. ავიცი მე რაღაცა ჩემს მიმართაა საყვედურები და გადახედე ირგვლივ ერთი აი ადამიანურად გეკითხები სამეზობლოში, სამეგობროში, საახლობლოში, სანაცნობოში რამდენი წუხს და რამდენს ადარდებს ის რასაც შენ აქ მელაპარაკები, ხო? ხო არის ეს ადამიანები შენ ირგვლივ. მოიკრიბეთ ერთი 20 კაცი, 30 კაცი, ერთი 20-30 კაცი სხვიდან მოიკრიბება და დრო რო გადის იმის მაგურად, მე რომ ჩემთვის გადის, მარტო დრო თქვენც არ გადის. ხო და იმას გეუბნებოდით, რომ მე რაც ვნახე ეს იყო ჯოჯოხეთი. ეგერა, მე შენ შემოგევლო და მიბრძანდი შალვა მაღრაძე იქ არის, გია ბახტაძე იქ არის, დემურ გიორხელიძე იქ არის, სხვებიც იქ არიან და მიბრძანდით, ძმაო, ყოველოთხშაბათ შეხვედრები არის და მიბრძანდით, შეიკრიბეთ და მოვიფიქროთ ერთად მეცვერთვები აქედან და ფიქრობთ, ცდილობთ, რა ვიცი, აგით. მე რა ვქნა ჯერჯერობით ბოდიში ვერა ვართ, ბევრი რომ აქ რაღაცა გავაკეთოთ და ერთფორმ ვქნა ჩემი გადასარჩენი იყოს ეს ქვეყანა და ყველა შეუძლია საქმის გაკეთება. მოკლედ, რაზე მაქვს საუბარი, ეხლა რაზე მინდა ვინც ნახა ეს ფილმი, ვინც ნახა ეს დოკუმენტური ფილმი და ვინც ნახა ეს გამოძიება, ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ რაც იმ ფილმში არის ასახული ჯერთი ტყუილი არაფერი არა. თუ ბევრი რამე აკლია ამ ყველაფერს, თუ არა არაფერი იმას დამატებული არ არის. აკლია იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ასეთი ბევრი ბინძური თემა არის, რომელზეც ღიად ლაპარაკი არ შეიძლება და მერე და მეორე ბევრი რამე კიდე გახსნილი არ არის. ეს იყო მიწიერი ჯოჯოხეთი ტრიალებს საქართველოში. მიწიერი ჯოჯოხეთი ტრიალებს და მთელი პრობლემა და უბედურება არის იმაში, რომ აი ეს ნეოფაშისტური ეგრეთ წოდებული ნეოფაშისტური დაჯგუფება, რომელიც ნეოფაშისტური დაჯგუფებაც
არსებობდა საქართველოში, რომელიც ახლა დააკავეს მთელი ამ ხნის მანძილზე, თავიანთი მოღვაწეობა, თავიანთი საქმიანობა. ახლა ვინც არ არის გარკვეული შეიძლება ეგონოს, რომ ისინი სამართალდამცავებს ემალებოდნენ, სამართალდამცავები ვერ ახერხებდნენ მათ დაპატიმრებას და აი ეს იყო თურმე მთელი პრობლემა. მთელი პრობლემა იყო ამაში, რომ თურმე ესენი ისე ფარულად მოქმედებდნენ, რომ მათ შეეძლოთ ესეთი ფარული მოქმედებებით და ფარული შეკრებებით ამდენი ბოროტება ჩაედინათ, ამდენი ადამიანი ყოლოდათ მსხვერპლი, ამდენი ადამიანი ეცემათ ქუჩაში, ამდენი ადამიანისთვის წაერთმიათ სიცოცხლე და ასე უპრობლემოდ წლების მანძილზე შეკრებილიყო ეს ჯგუფი, ევცელებია თავისი იდეოლოგია, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, სექსუალური ორიენტაციისა და ასე შემდეგ ყოფილიყო ეს ყველაფერი. აი მე კითხვას ვსვამ, აი ნეოფაშისტური დაჯგუფებებით, რომელიც საქართველოში თავმოყრილი იყო და რომელიც თავმოყრილი ჯგუფები, რომლებიც კლავდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და 1000 ჯოჯოხეთ ჩადიოდნენ ქვეყანაში. და ეს არ იცოდა ეხლა ვინმე უნდა მე დამაჯეროს, რომელმაც ძალიან კარგად ვიცი სპეციფიკა ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის, როგორ მუშაობს უშიშროება, როგორ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, შეიარაღებული ძალები და ესე შემდეგ, ვინმე მგინდა დამაჯეროთ, რომ ათობით ადამიანი წლების მანძილზე ჩადიოდა სასტიკ დანაშაულებს და აი ამ სასტიკი დანაშაულების საქმის კურსი არ იყო უშიშროება? უშიშროება საქმის კურსი არ იყო კი არა, უშიშროების შექმნილი იყო ეს ყველაფერი. უშიშროების ჩინოვნიკების შექმნილი იყო ეს ყველაფერი. და ამ უშიშროების ჯგუფს კავშირი ჰქონდა უკრაინასთან. განსაკუთრებით აგრესიულ ნეოლიბერალურ იქაურ ფაშისტურ ჯგუფებთან. რომლებსაც ფილიალი ჰქონდათ აქ და აი ამ ჯგუფებს იყენებდნენ სხვადასხვა ბინძური საქმეებისთვის. და მთელი ამ წლების მანძილზე იმ ფილმში რაც იყო გასული, ის ფაქტები რაც იყო დადებული, თუ არ იცოდნენ მით უარესი, მაგრამ გამორიცხულია 1% არაა მაგის, რომ მათ არ ცოდნოდათ ეს ყველაფერი. აი ძალიან მარტივად ასახსნელი არის ეს, იმიტომ რომ ისინი იყენებდნენ ჩვეულებრივად მობილურ ტელეფონებს კავშირისთვის, ისინი იყენებდნენ სოციალურ ქსელს, ინტერნეტს, ყოველგვარი დაშიფრული კავშირის გარეშე, ისინი ახდენდნენ ჯგუფებში ოფიციალურად ინფორმაციის გაცვლას, გამოცვლას, ახალი წევრების მოზიდვას, მსხვერპლის არჩევას და ასე შემდეგ. და არავინ ამ წლების მანძილზე ამ ჯგუფს ხელს არ უშლიდა ამ ყველაფრის განხორციელებაში. შენ შემოგევლე რა, ერთი წუთი, მე მგონი გაგეცი გასაგებად პასუხი და თუ გაინტერესებს, შემოძმაო მიბრძანდი იქ და დაელაპარაკე იმ ხალხს და მეც ვარ 4 შაბათობით კავშირზე და დაგელაპარაკები და ეხლა მაცალე რაღაც თემაზე ვსაუბრობ და აქ ვისაუბრებ, თუ პატრიოტი კაცი ხარ და თუ მართლა, რა ვიცი, ახლა ადამიანი ხარ, რომელსაც გაინტერესებს ეს ყველაფერი, გითხარი, სადაც უნდა მიხვიდე და არა, ძმაო, იქ ხალხი არც ფულისთვის და არც თანამდებობისთვის და არც არაფლისთვის და მიბრძანდი, ძმაო, იქ და დაგელაპარაკებიან, ხალხი შეხვდებიან და შენი აზრი გაუზიარი. და ეს ხალხი მთელი ამ წლების მანძილზე ამ დანაშაულს ჩადიოდა ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ეს ხალხი იქნა თავის დროზე მიცემული სხვადასხვა საქმეების გამო პასუხისმგებლობაში, სადაც პროკურატურამ, სასამართლომ და გამოძიებამ შეგნებულად დააფარა ხელი აი ამ მართლა რა ვიცი სატანისტების ჯგუფს საქართველოში, რომელიც სატანისტების ჯგუფიც ამ წლების მანძილზე დაუსჯელად, სრულიად დაუსჯელად კლავდა, ასახიჩრებდა, აუპატიურებდა
ამცირებდა და 1000 უბედურებას ჩადიოდა. და ამას აკეთებდა სხვათა შორის იქ ჟურნალისტურ გამოძიებაში იქ არის ერთი ძალიან კარგი მომენტი. ძალიან კარგი მომენტი არის მსხვერპლი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ყვება თავის ისტორიას, რომელიც იქნა ჩათრეული, მერე დაშორებული, მერე ისევ ჩათრეული, ყვება რომ ეს ერთ-ერთი ამ ნეოფაშისტური დაჯგუფების ლიდერი შეხვდა მას მოდულის შენობასთან, სადაც უშიშროება არის. იქვე აიყვარა ბინაში, რა ვიცი, დალიეს რაღაცა აქეთ-იქეთ, მერე თურმე ცემა გააუპატიურა და უპრობლემოდ გააგრძელა ცხოვრება. ხო. და გვერდით არის უშიშროება 50 მეტრში. მოდულის შენობასთან. და ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს? მე ვაკეთებდი, სხვები აკეთებდნენ. როგორ მოხდა ისე, რომ უშიშროება და არასამთავრობო ეგრეთ წოდებული არასამთავრობო NGO სექტორი, რომლებიც აი ტრაკიდან განათლებულები არიან, რომელსაც კინწურაშვილი ხელმძღვანელობს და ეს ბოკერიას და ამათ კინწურაშვილის და ამათ ესა მითების ესა რა ქვია დეტექტორები და MDF-ები და ესე რომელსაც სული კონტროლი ჰქონდათ მიცემული Facebook-ზე, ვინ დაებლოკათ, ვისთვის ბლოკი აიხსნათ, ვისი ალგორითმი გაეზიარებიათ და ვისი ალგორითმი დაეტოვებიათ. როგორ მოხდა ისე, რომ ვერც უშიშროება, ვერც Facebook-ის ადმინისტრაციამ და საქართველოში მოვლენილმა NGO ჯგუფმა, რომელიც ნეოფაშისტებს ეძებს ვითომ აი ამისთვისაა ესე შექმნილი, ვერანაირი ფიქსაცია ვერ გააკეთა ამ ფაქტის. და ეხლა კოცებს თქვენ გინდათ მე დამაჯეროთ, რომ ეს ყველაფერი სულ შემთხვევით მოხდა? ხო ყველასთვის გასაგები არის, რომ თურმე გომელაურის ნათალი მირონი, ჯერ ბიჭო მირონი თუ გაქვთ ასეთ ადამიანებს და მადლი თუ გაქვთ საერთოდ და რწმენაზე ზედმეტი არის ლაპარაკი. მაგის შვილი ყოფილა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ ყველაფრის. ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ეს კოდლის და მფარველი, რომელიც მფარველობს ამ ყველაფერს და აი ამ საცოდავი ბიჭის თურმე სიკვდილი იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს აისბერგის წვერი იყო ამ ბიჭის მკვლელობა, სასტიკი მკვლელობა, რომ საიმისოთ, რომ ამხელა დანაშაულებრივი საქმეები გახსნილა და აი ეს დაყლებული ხალხი რო იყო ახლა შეკრებილი ძაღლზე რო იმაშვებოდნენ, რა ქვია, ძაღლის წამებაზე რო წუხდა. შეწუხებული რო იყო მთელი ეს ბიონაგავი. და ისე რო დამთავრდა ეს, რა ქვია, მიტინგი, დარწმუნებული იყავით 100-დან 100-ვე მიცოდა ეს ვიდეო, რომელი ვიდეოც იქნა საზოგადოებრივი მაუწყებელი. არ ვიცი, შეიძლება პირდაპირ ეთერშიც იყო, არ მეყურებია ტელევიზორში, მე ვნახე გუშინ ახალდადებული იყო ეს ინტერნეტში იყო ეს ყველაფერი და ყველამ ყველაფერი იცოდა. და მოიკრიბა ამდენი ძაღლმადიდებელი, ძაღლების წამებას აპროტესტებდა. აგერ ბიჭო გვერდით, დღისით, მზისით, საჯაროდ მოკლული ადამიანის, ნაწამები ადამიანის გამწარდა ერთის კი არა, 1000-ობით. თუ 100-ობით არა, 1000-ობით დანაშაული. დაფარული, რომელიც ღიათ იქნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშვებული. კაცი შვილმობ ერთ სიტყვა არ ახსენა. რატო არ ახსენა, იცით? განა იმიტომ რომ არ იცოდნენ. განა იმიტომ რომ ენა არ უჭრიდათ რომ ელაპარაკათ. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. აი ეს ბოზიშვილები, ვინც იქ იყვნენ გაერთიანებულები, ისინი სულ ყველა აი ამ ნეოლიბერალური იმის რა ქვია, ნაბოზრობის წევრები იყვნენ და ნაცების მხარდამჭერები და იმისი რა ქვია, აქციებზე გამსვლელები და გადატრიალების მომწყობები და მსგავსი რაღაცეების ჩამტარებლები და როდის მერე იყო ძაღლის ყავს ხევდა. ამიტომ არ ახსენეს ერთი სიტყვაც რა. ამიტომ არ ახსენეს.
ეს იყო როგორც ახლა ჩანს და გამოიკვეთა და ესეთი ჯგუფები არის საქართველოში შექმნილი განსაკუთრებით მოზარდი ასაკის ადამიანებში ეს ტიპიური უკრაინული ფაშიზმის ფილიალი იყო საქართველოში რომლებიც მაშინ მიტინგებზე გამოიყენებოდა ეს კანვასები და ეს სასტავები რომლებმაც ჩამოაყალიბეს საქართველოში მწამებლების და მკვლელების გაერთიანება რომელსაც მფარველობდა ასევე ქოცი მაღალი ჩინოვნიკების შვილები იყვნენ შიგნით გაერთიანებული და ქოცი ჩინოვნიკების შვილები ახდენდნენ კრიშას თუ არა ქოცი ჩინოვნიკების შვილები რო იქ არ ყოფილიყვნენ არავინ ამათ არც პროკურატურა არც სასამართლო არც გამოძიება აქამდე მისულ საქმეებს გარეთ ასე ჰაი-ჰარალეზე არ გამოიტანდა კაცი ყვება პირდაპირ ბიჭო დაამჭრესო დამამცირესო შეურაცხყოფა მომაყენესო წამიყვანესო მე სასამართლო როდესაც ჩატარდაო შედგაო ესე იგივე გაფრთხილებაო გამოუტანესო ყლელს მოძალადეს და ამ ყლელს და ამ მოძალადეს ოღამის 23 საათზე სახში შესვლის უფლება ესა რა ქვია ვალდებულება მიანიჭეს და ამით შემოიფარგლა თურმე ეს რა ქვია ქოცური ნაცქოცური სასამართლო და პროკურატურა და დღეს ამაზე ერთ სიტყვას არავინ არ ამბობს ეს რო თავის დროზე ეს ფილმი გასულიყო თავის დროზე როდესაც ნორმალური საზოგადოება იყო საქართველოში დღეს თავზე დაამხობდნენ იქაობას არავინ ამაზე განცხადებას არ აკეთებს ვითომც არ მომხდარა ვითომც არაფერი მომხდარა რატო იცით იმიტომ რომ ეს ჯგუფები უშიშროება სჭირდება ზუსტად ესეთი სიბინძურეებისთვის იმიტომ რომ მათგან იღებდნენ ინფორმაციას იმ მიტინგობის პერიოდში თავიანთი ნასეტყურ მოვალეობებს ასრულებდნენ სად უნდა ნახოთ და რა ვიცი მომნახავ მე და დავდებ ჩემ იმაზე თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდზე იყო დოკუმენტური ფილმი ჟურნალისტური გამოძიება ჯოჯოხეთია ალბათ წინასწარ მინდა გითხრათ რომ აი +18 ცენზი რო უნდა დაედოს ისეთია იმიტომ იქ ადამიანები საუბრობენ იმის რა ქვია დაფარვით და კონფიდენციალურობის დაცვით და აი ამ ჯგუფმა უბრალოდ ეს იმიტომ გახდა და იმიტომ გასკდა ეს ამბავი რომ აი ამ საწყალი ბიჭის დედა ეს ქალბატონი ეკა კუპატაძე ავალიანის დედა აღმოჩნდა მებრძოლი ქალი აღმოჩნდა ძლიერი ადამიანი რომელმაც ძლიერმა ადამიანმაც საკუთარი შვილის მკვლელობა არ შეარჩინა სისტემას აი თანამედროვეობის თუ იყო გირგვლიანის დედა ენუქიძე რომელსაც შვილი წამებით მოუკლეს და იბრძოდა სხვისი შვილების დასაცავად აი ზუსტად იმ საქმეს და იმ მოვალეობას აკეთებს დღეს ეს ქალბატონი არ არის ჩემ გვერდზე ქალბატონო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიება არის და მე არა მაქვს უფლება რომ დავდო და რა ვიცი მომძებნი თუ კი არ შემიქმნის პრობლემას დავდებ და ნახოს ხალხმა და ძაღლების უფლებების დამცველებმაც ნახო აი ეს რო ხდება ქალაქში და ამათ რო ძაღლი აინტერესებს ძაღლი და კატა მიაგვდათ ამათ სულში ამათი დედაშევეცსაც დაუწ რა უნდა ელაპარაკო და აი საერთოდ რა უნდა ელაპარაკო ესეთ საზოგადოებას რომელსაც აი პირდაპირ გეტყვით რომ ძაღლის უფლება აინტერესებს და ადამიანის უფლება არ აინტერესებს და შემოვა ვიღაცა დედამოტყნული და აქ დამიწყებს იმას რა ქვია შენ ამას როგორ ამბობ და ან დამწყევლის ან კაცი თუ შემაგინებს და ძაღლს ცხოვრების უფლება არა აქვს ამას იმის უფლება არა აქვს ამის უფლება არა სადიზმი სრული სადიზმი დაშვებული და ეს სადიზმი ჩვეულებრივად იყო დაფარებული ხელდაფარებული აი ამ უშიშროების ჩინოვნიკები
თავის დროზე გომელაურიდან და ახლა ამისა დინარაძის. და თურმე ვერავის ვერ შეუმჩნევია ეს ყველაფერი, რო არა ეკაკუპატაძე რო არ ყოფილიყო ამ ყველაფერში. ხო ნახავ, ეცდები ქალბატონო ნინო, დავდო. ეცდები დავდო, რა ვიცი, თუ კი საავტორო უფლებებს არ დარღვევას არ ჩამითვლიან, დავდებ აუცილებლად ამ ფილმს და ნახოს საზოგადოება, იმიტომ რომ ამაზე არც ერთი რეპორტაჟი არ გაუკეთებიათ. და არ გავრცელებულა ეს ყველაფერი. ნუ ალბათ ეს ფილმიც იმიტომ რომ მოვალეობა უნდა შესრულებულიყო და მათი მფარველი ჩინოვნიკები აბსოლუტურად ყველა არის დღემდე იმაში, უშიშროებაში და პროკურატურაში. ნუ კი ბატონო, მასე დაიწყო მაგ ნეოფაშისტური დაჯგუფებით. და სხვათა შორის რაშია საქმე, იცი? ამათ აი ზუსტად ერთი და იგივე ხელწერა არის. ვითომ ეროვნულობაზე, ვითომ ნაციონალიზმზე და სინამდვილეში თვითონაც აგრესიული LGBT სასტავი. აი ნახავთ ამ ფილმს, ვინც ნახავთ, კარგად მიხვდებით თუ რა ჯგუფი იყო. და თუ რა ხდებოდა. სულ ყველა ეს უკნიდან განათლებული ევროპელები. და ამას რეაქცია არ ქონია საზოგადოებაში. იმიტომ რომ საზოგადოება ისე არის გაშტერებული და გამოსირებული, რომ ძაღლი ადარდებს. და მე ვინმეს უკვირს, რომ როდესაც იტყვი რომ ნაცი და ქოცი არის ერთი და ამ ნაცმა და ამ ქოცმა ორივემ ერთად შექმნა ეს სისტემა და ზუსტად ამისთვის ჭირდებოდა ძაღლმადიდებლების გამოყვანა ქუჩაში, რომ ასეთი პრობლემები გადაფარულიყო. ხო? აი მე გეტყვიან, რომ აი ღმერთმა დალოცოს, ბიძინა შენ როგორ ამბობ მიშას როგორ ადარებ და ამას როგორ ადარებ და იმას როგორ ადარებ. ეგ არის ჩემო კარგებო. ჩვენს გვერდით, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ კვლელები, მოძალადეები, წამებლები, სისხლის მწოველები, ფაშისტები ჩვეულებრივი, ნეოლიბერალი ფაშისტები. და ეს ნეოლიბერალი ფაშისტები დაუსჯელად აკეთებენ ამ ყველაფერს და მფარველობენ მაგათ. არ ვიცი, ხვალ მე უკვე ნახე ეს ფილმი და ხვალ უნდა იყოს თუ ზეგ უნდა იყოს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე. რა ვიცი, მე მოვძებნი და თუ საავტორო უფლებებზე არ მექნება პრობლემა, აუცილებლად დავდებ და განახილავ. საშინელება. და ესეთი ახალგაზრდობა და ესეთი თაობა და ესეთი მომავალი მოდის ქვეყანას. და ეს არის ხელშეწყობილი ივანიშვილის რეჟიმიდან, სრულიად სიტყვის ხო იყო მიშას რეჟიმი, ახლა ივანაშვილის რეჟიმი. მისი პროკურატურა, მისი უშიშროება, მისი სასამართლოა და აი ეგრე რა. ახლა იმას მაინც ვერ იტყვით, რომ 2026 წელია და ისა რა ქვია, ეს არ არის 2009 წელი, ანუ 2006 წელი. ეგა. ევადო. აი ეს ამბები რო არ იქნა სატეხილი, ამისთვის ჭირდებათ ეს მეძაღლეები ქუჩაში. ესეც უშიშროების გაკეთებული. ქოცების ბერია რო უზით ზევით. ქოცების ბერია. ყველაფერი უბედურება ამ ქვეყანაში მოდის სუსიდან. სუსის გარეშე ფეხს ვერ გადადგამს ვერავინ. ხალხს მოუკლავდით და წამებით და ამით და იმით სულს ამოუხდიდით კი არა, ერთი ზედმეტი რო გეთქვა ამ ბოზიშვილებისთვის, თავზე გვადგა პროკურატურა და უშიშროება და პოლიცია და აბა ეს როგორ თქვი და აბა ის როგორ თქვი და აი ეს დედამოტყნული შვილები ბიჭო და ამათი უსისხლო მშობლები ხმას როგორ იღებენ საერთოდ. ასეთი შვილის გამზდელი მშობელმა მთელი ცხოვრება ხმა შვილზე უნდა უთქვას უარი. ისეც რო გაზდი როგორც ისინი არიან, გამოდიან აქეთ კიდე და აქეთ ისწავლებიან ჭკუას. აი ამის თქვა მინდოდა. კარგი ვეცდები მე შემოგთავაზოთ თქვენ ეს თუ რადგანაც ბევრს არ გინახიათ, აი ნახეთ. და გავუკეთებ კიდე წამძღვარებასაც წინ. არაფერი არეული არა აქ ალბათონო ქვეყანა. ალბათონო მგონი
ხო, არაფერი არეული არ აქვს ქვეყანა. ძალიან კარგად შექმნილი მართული ქაოსია. 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყნის კონტროლს არაფერი არ უდგას წინ. სადაც მხოლოდ ერთი დიდი ქალაქია. დანარჩენი კიდე არაფერი მით უმეტეს თანამედროვე პერიოდში. საათის მექანიზმივით აწყობილია ეგ დამპალი უშიშროების სისტემა. და საათის მექანიზმივით სიზუსტით აკონტროლებენ ყველაფერს, სად ხდება და როგორ ხდება. მაგრამ არა, არ უნდათ. აი ეს უბედურებები უნდა აკეთონ და ამას აკეთებს უშიშროება, სხვა არავინ. ამას აკეთებდა გომელაური, ამას აკეთებდა ესა რა ქვია ლილუაშვილი და ამას აკეთებს დღეს ეს სირიც. ასია ეს. რა უნდა ელაპარაკო სუსის ფაილებში, პირდაპირ გამჭყონური ფაილებში პირდაპირ წერია, რომ გომელაურმა საკუთარი შვილის საყვარელი გაატაცებია, გაალახია და ქვეყნიდან გააქცევია. იმიტომ რომ არ უნდა რომ მისი შვილი წაყოლილიყო იმას, ამის გამკეთებელი თანამდებობის პირი სხვის შვილს დაინდობს რამეში? ეგა მადლობა ყველას ყურადღებისთვის და იცოდეთ რა. მე გეუბნებით იცოდეთ. ეგ ქვეყანა არის ვამპირების და ავადმყოფების ხელში. აბსოლუტურად ყველას ემუქრება საფრთხე და ყველას შვილს ემუქრება საფრთხე. მერე გვიან არ იყოს თითზეკვენა ის. და იმ ქალბატონს კიდე ხო? ქალბატონ ეკას. გვერდში დგომა ჭირდება. გვერდში დგომა ჭირდება. იმას აწი ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაშინებს. და არაფერია შვილმკვდარ დედას ვერაფერი თუ აღარ შეაშინებს. ის უკვე ამ ცხოვრებაში გარდაცვლილი ადამიანია. იმას უკვე ამიწიერით ვერაფერი თუ ვერ შეაშინებს. მისთვის ერთი არის სამართალი. და იმას ახლა ჭირდება გვერდით დგომა, რომ თქვენი შვილები არ იქნან იმ დღეში ჩავარდნილი. რა დღეში ჩავარდა მისი საცოდავი შვილი. რა თქმა უნდა შიგნითაა ძმაო, რა თქმა უნდა შიგნითაა ძალა. შიგნითაა. შიგნით არის ეს დამპალი აყროლებული ძალა ამ უშიშროებაში, რომელიც ძალაც აკეთებს ამ ყველაფერს. აკეთებდა და აკეთებს. და მე ზოგზე იტყვიან თავი მოიკლა, აი ეს სუსის თანამშრომლები ყველა თავს როგორ იკლავენ, ყველა გაურკვეველ მდგომარეობაში და ეგა